ტუტორიალი თუ როგორ ავაწყობთ კუბიკ რუბიკი. აი შუაში თეთრი სადაც არის, აი მხარეს ვეძებთ, აი. ვიპოვე მე. შემდეგ უნდა გავაკეთოთ ჯვარი. ასეთი. აი ფერებს არ ვაქცევთ ყურადღებას. ანუ ახლა ვიპოვოთ აი ეს, აი ამ ხაზში თუ იქნება, აი ვიპოვე. აი ესე ავიტანოთ ზემოთ. აი ჯვარის რაღაც ნაწილი უკვე გავაკეთეთ. აი კიდევ ვიპოვე. ეს, ოღონდ აი ეს ჯვარი, ეს უკვე რაც გვაქვს აწყობილი არ დავარღვიოთ. აი ავიტანე. აი კიდე ამოვიდა ერთი ცალი ამ ადგილას. ახლა აი აქ რომ აღარ ჩავსვა ისევ, აი აქ რომ აღარ ჩავსვა ისევ, ამიტომ გავუწიოთ, არც აქ არ გვინდა, გავუწიოთ და აი აქ უკვე კარგია, ანუ აქ ვსვავთ. და აი ერთი ნაწილი გვაკლია. აი, ერთი ნაწილი არის ქვეშ. ახლა ეს რომ არ დაირღვეს, ამიტომ აი ამას ასე ავწევთ, გამოვწევთ აქეთ და აი ეს ახლა შეგვიძლია ასე ამოვწიოთ და ისევ ამოვწიოთ. გამოგვივიდა ჯვარი. აი ამ კუთხეს ყურადღებას არ ვაქცევთ. ახლა გადავდივართ მეორე ნაწილზე. ჯერ უნდა დავაწყოთ ესენი. აი ერთი და იგივე ფერი რომ იყოს. აი ესე გავწიოთ, ნახოთ აბა. ეს დაემთხვა, ეს არ დაემთხვა, ესეც დაემთხვა. ვიპოვეთ ორი ცალი. ორი ცალი საკმარისია. მერე აი ესე უნდა ჩავწიოთ. ასე 1 2 რომ ქვემოთ მოექცეს თეთრი, რომელიც ზემოთ იყო. ახლა აი ეს მწვანე გვინდა რომ გადავიტანოთ აი აქეთ მხარეს, აი ამ ადგილში. ამიტომ აი ესე მოგვაქვს 1 2 მოვიტანეთ და ახლა ეს ავიტანოთ ზემოთ აი მის ადგილას და აი ეს ჩამოვწიოთ ქვემოთ, ანუ 1 2 გამოვიდა ასე. შემდეგ აი ეს ლურჯი მიგვაქვს აი ამ ლურჯთან. აი ესე იგივეს ვაკეთებთ და ახლა აი ეს ჯვარი რომ არ დაგვრჩეს აი ეს ერთის გარეშე, ერთი ნაწილის გარეშე, ეს ისევ აგვაქვს ზემოთ, ასე და ასე. ახლა კი როგორც ხედავთ, წითელი წითელს დაემთხვა, მწვანე მწვანეს დაემთხვა, სტაფილოსფერს დაემთხვა და ლურჯი ლურჯს დაემთხვა. არის მეორე ნაწილი და ამაზეც ბევრი ივარჯიშეთ. გადავდივართ მესამე ნაწილზე. სადაც აი ეს ყველა ფერი უნდა გავათეთროთ, აქაც თეთრი, ანუ მთლიანი გვერდი უნდა იყოს თეთრი და შესაბამისად აი ეს ფერებიც უნდა ჩავსვათ. მაგალითად, უყურებთ შუა ცენტრს, აქ თუ არის სტაფილოსფერი, ესეც სტაფილოსფერი უნდა გახდეს. მწვანე, აქაც მწვანე უნდა გახდეს. წითელი, ლურჯი, ანუ ეს თუ გავათეთრეთ, ესენიც შესაბამისად უნდა დაჯდეს ფერებში. ახლა ამისთვის რას ვაკეთებთ? ვუყურებთ თეთრ ფერს ქვემოთ, აი ამ ადგილას თეთრ ფერს ვეძებთ. აი ნახეთ, აქ არის თეთრი ფერი. ქვემოთ თეთრი ფერი არ უნდა იყოს. თეთრი ფერი გვჭირდება აუცილებლად, აი ნახეთ, აი ამ ადგილას. მოკლედ ვიპოვეთ თეთრი ფერი და მაგის ქვეშ რა ფერიც არის, იმას ვნახულობთ. აქ არის სტაფილოსფერი და მიყვავს სტაფილოსფერ ცენტრთან. ეს არ გვინდა, აი სტაფილოსფერი ცენტრი. აი ეს უნდა ჩაჯდეს აქ, ამ ადგილას. შესაბამისად, როცა აქეთ მხარეს ვაჯენთ, ვაკეთებთ ასეთ მოძრაობას. მოყვავს მარცხნივ, ქვემოთ, ამას უკან ვაბრუნებთ, მარჯვნივ და აყვავს ზემოთ. აი ეს ჩვენი ფიგურა, რომელიც იყო ქვემოთ, აღმოჩნდა ზემოთ, აქ თეთრი ჩაჯდა და აქაც აი ეს ფერი გვჭირდება და ჩაგვიჯდა. ისევ ვეძებთ აი აქ სადმე თუ არის თეთრი. არსად არ არის. შესაბამისად, ერთ-ერთი თეთრი აი აქედან, აი აქედანაც და ქვემოდანაც უნდა ავიყვანოთ ისე, რომ აი აქ აღმოჩნდეს ეს თეთრი ფერი. ეხლა ჩამოვიყვანოთ აი ეს. ვიჭერთ აი ასე, ქვემოთ,
მარცხნივ და ამოკვავს ზემოთ და ეს ფიგურა რომელიც აქ იყო აღმოჩნდა ქვემოთ. ისე ვატრიალებთ კუბიკ რუბიკს, ნახეთ, აქ გვერდზე უკვე გვაქვს თეთრი. ვუყურებთ ისევ ქვემოთ ნაწილს და ლურჯია. უნდა წავიყვანოთ ლურჯ ცენტრთან. ლურჯი ცენტრი. ანუ ეს ფიგურა უნდა ჩავსვათ ამ ადგილას. ამისთვის ამას მარცხნივ გამოვწევთ. ანუ როდესაც ფიგურა აკვავს ზემოთ აქეთ მარჯვენა მხარეს, ამას ვინახავთ მის საპირისპირო მხარეს, ანუ აქეთ მარცხნივ. ხოლო როდესაც აქ აკვავს ფიგურა, მაგალითად ეს ფიგურა უნდა ავიყვანოთ აქ, ეს უნდა შევინახოთ პირიქით მარჯვენა მხარეს. ამ შემთხვევაში ფიგურა აკვავს აქ მარჯვნივ, ამიტომ ეს უნდა წამოვიყვანოთ მარცხნივ, ეს ჩამოყვავს ქვემოთ. ამ ფიგურას ვაბრუნებთ, რომელიც აკვავს ზემოთ, ამას ვაბრუნებთ და ავიყვანთ ზემოთ. ასე აღმოჩნდება ეს ფიგურა, რომელიც აქ იყო ზემოთ და ჩაჯდა თეთრი დაჯდა უკვე და ლურჯის ცენტრში აღმოჩნდა, რომ ფიგურა უკვე გასწორებულია. და ასე ვაგრძელებთ ყველას, ისევ თეთრს ვეძებთ, რომელიც ამეებში უნდა იყოს თეთრი აუცილებლად. ქვედა ნაწილის ამაში უნდა იყოს თეთრი და თეთრი არსად არ არის. ისევ ვეძებთ, აქ არის თეთრი. ვიჭერთ ისევ ამ მხარეს, ან ეს თეთრი უნდა ჩავიყვანოთ ქვემოთ და ვაკეთებთ ასეთ მოძრაობას. ზემოთ ავწევთ, მარცხნივ გავწევთ და ქვემოთ ჩამოვწევთ. ის ფიგურა აღმოჩნდა აქ. ისევ ვატრიალებთ და ვხედავთ, რომ აქ თეთრი გაჩნდა. ვიყურებით ქვემოთ, გვაქვს მწვანე და ვეძებთ მწვანე ცენტრს. მწვანე ცენტრი, ანუ ეს ფიგურა აქ უნდა დავაჯინოთ. ისევ ვინახავთ ამ ფიგურას მარცხნივ, აქ შევინახეთ. ეს ჩამოვიყვანეთ ზემოდან ქვემოთ. ეს შენახული ფიგურა დავაბრუნეთ უკან, რომ ზემოთ ავიყვანოთ და ნახეთ, ავიყვანეთ ზემოთ. აქ გაჩნდა თეთრი თავის ადგილას და ესეც თავის ადგილას. ეს თეთრი უკვე ამ ხაზზე ჩაგვიჯდა, ხო? აუცილებელი ამ ხაზზე იჯდეს. ისევ ვუყურებთ ქვემოთ ფერს. ეს არის წითელი. წითელ ცენტრს ვეძებთ, აქ არის და ისევ აქეთ მხარეს ჩაჯდა, ამიტომ ისევ აქ უნდა ჩავსვათ. ეს უნდა შევინახოთ მარცხნივ. ეს აქ არის ხო შენახული, ეს ფიგურაა შენახული და უნდა წავიყვანოთ აქ, ხო? ჩამოყვავს ქვემოთ. ამას ვაბრუნებთ აქეთ მხარეს და აგვყავს აქ ჩვენს სამიზნე ადგილთან, ხო? თავის ადგილას, ასე ვთქვათ. და ჩაგვიჯდა. აქ ყველაფერი გათეთრდა, აქ არის წითელი, ვამოწმებთ ამას აუცილებლად, რომ ცენტრის ფერს ემთხვეოდეს ყველა. და ჩვენი კუბიკ რუბიკი, ეს შემდეგი მესამე ნაწილიც უკვე აწყობილია. ახლა მეოთხე ნაწილზე კუბიკ რუბიკს ასე აღარ ვიჭერთ. ამოვატრიალებთ და ვიწყებთ რას? ამ მეორე შუა ხაზის ცენტრის გასწორებას, ანუ ყველაფერი უნდა დაჯდეს ცენტრში, რა ფერიც არის. აქ მაგალითად სტაფილოსფერია, სტაფილოსფრად დაჯდება. ლურჯია და ამას თავის ცენტრის ხაზს უსწორებთ. ვუყურებთ შუა კუბს. ამას ფერებს უყურებთ შუა ფიგურას. არ უნდა იყოს ყვითელი. განსხვავებული, იმიტომ რომ ყვითელი აქ უნდა დაჯდეს, აქ უნდა გავაყვითლოთ და ამ ყვითელს ვერ ჩამოვიყვანთ ვერც აქ და ვერც აქ. შესაბამისად, მოვძებნოთ ისეთი ფერი, სადაც ყვითელი არ არის და შეიძლება ბოლოს დარჩეს მხოლოდ ყვითელი და მაგასაც გასწავლით, როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ და შევუცვალოთ ფიგურას ადგილი. აქ ხედავთ, რომ არის სტაფილოსფერი და ლურჯი. უნდა მოვიყვანოთ, მაგალითად სტაფილოსფერი აქეთ არის, ხო? და აქ ზის. უნდა მოვიყვანოთ და გავუსწოროთ ამ ცენტრის ფერს, სტაფილოსფერი და ვხედავთ, რომ აქ არის ლურჯი. ნახეთ, ლურჯი საით არის? მარჯვენა მხარეს, ხო? და არა მარცხენა მხარეს. აქეთ რო ყოფილიყო ლურჯი, წამოვიყვანდით ამ ადგილას. ანუ ეს ფიგურა ჩვენ უნდა ჩავსვათ ამ ადგილას. ახლა როგორ ვაკეთებთ ამას? რადგან მარჯვნივ გვაქვს ჩასასმელი, უნდა გავწიოთ და შევინახოთ ეს ფიგურა
მარცხნივ ვინახავთ აი ამ ფიგურას, რომელიც აქ უნდა ჩავსვათ. ეს ამოგვყავს ზემოთ. ეს შენახული ფიგურა უკან უნდა წამოვიყვანოთ, აი ეს ჩვენი შენახული ფიგურა და ჩამოვიყვანოთ ქვემოთ. ხედავთ, რომ თეთრსაერია ადგილი. თეთრი აღმოჩნდა მარჯვენა მხარეს. კუბიკ-რუბიკი გვიჭირავს ისევ ამ მხარეს, არსად არ ვატრიალებთ, ისევ ამ გვერდზე ვმუშაობთ. ხედავთ, თეთრი არის მარჯვნივ, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს ვიმუშავეთ, ხო? ამიტომ მარჯვნივ რადგან არის თეთრ კუბს აი ამას ვუცვლით ზედა ნაწილს, თავისივე მხარეს ვატრიალებთ მარჯვნივ, აი ასე და მივყვებით კუბიკ-რუბიკს. გადმოვინაცვლეთ მომდევნო გვერდზე, ხომ? აი თეთრი აქ არის, ვუყურებთ ამ თეთრს და ვუყურებთ ქვემოთ. აი აქ არის ჩასასმელი, ეს ჩვენი თეთრი. ამიტომ ამას ავწევთ ზემოთ. ამ თეთრს გამოვიყვანთ თავის ადგილას, აი ასე გამოვიყვანთ და ჩამოვიყვანთ ქვემოთ. თეთრი ისევ დალაგდა და აი ეს ჩვენი კუბი, რომელიც ზემოთ იყო, ჩაგვიჭდა აქ. კიდევ ვეძებთ შუაში სხვა ფიგურას, რომელიც აი გვერდებზე უნდა ჩავსვათ, ხო? აქ ყვითელია არ გვინდა, აქაც ყვითელია არ გვინდა, აი განსხვავებული. აქ გვაქვს წითელი. წითელი უკვე თავის ხაზზე ცენტრში ზის. აქ ხედავთ, რომ არის ლურჯი, აქეთ მწვანეა. აქეთაც ლურჯია, შესაბამისად უნდა ჩავსვათ ჩვენ აი აქ, ხომ? ეს ლურჯი აქ უნდა იყოს და წითელი უნდა დაჯდეს აი ამ ადგილას უნდა ჩავსვათ აი ეს კუბი. ანუ რადგან მარცხენა მხარეს ვაჯენთ, ჩვენ ეს ფიგურა, აი ეს უნდა შევინახოთ მარჯვენა მხარეს. შევინახავთ აი ამ ფიგურას, რომელიც აქ უნდა ჩაჯდეს, აი ამას ვინახავთ მარჯვნივ გადატრიალებით, ავწევთ ზემოთ. გამოგვყავს ეს ჩვენი შენახული კუბი, ჩამოგვყავს ქვემოთ და ახლა ისევ თეთრს ვუყურებთ. აი ნახეთ, თეთრი არის მარცხნივ და შესაბამისად ზედა ნაწილს ვატრიალებთ. მარცხენა მხარეს მხოლოდ ერთხელ გადავატრიალებთ, გადავინაცვლებთ და ისევ ამას ვუყურებთ. ანუ ამ გვერდზე გადავინაცვლებთ. აქ თეთრი გვაქვს და უნდა ჩავსვათ აი აქ. ანუ ეს ამოგვყავს ზემოთ, თეთრი გამოგვყავს თავის ადგილას და ჩამოგვყავს ქვემოთ. თეთრი ჩაჯდა, ესენიც ყველაფერიც ადგილზეა და ის კუბი ჩაჯდა თავის ადგილას. აი ესეც ჩაჯდა თავის ადგილას წითელი წითელთან და ლურჯი, რომელიც აი აქ იყო, ხო? შევუცვალეთ ადგილი. კიდევ ვეძებთ ფერს შუაში, აი ეს ვიპოვე, როგორც გითხარით, ყვითელი არ გვინდა, აი ეს ნახეთ, მივიყვანოთ მწვანესთან. მივიყვანეთ მწვანესთან, ვუყურებთ ზემოთ ფერს, ვსვამთ მარჯვნივ, იმიტომ რომ სტაფილოსფერი აქ არის და აი აქ უნდა ჩავსვათ. და რადგან მარჯვნივ ვსვამთ, მარცხნივ ვინახავთ ამ ფიგურას, ეს ამოგვყავს ზემოთ, ეს ჩვენი შენახული გამოგვყავს და ჩამოყვავს ქვემოთ და ვუყურებთ აქ თეთრს, ხომ? თეთრი აქ არის. თეთრს რა მხარესაც არის, მარჯვნივ არის, შესაბამისად მარჯვნივ ატრიალებთ. თუ აქეთ არის, ნუ ამ შემთხვევაში აქეთ მუშაობთ და აქ არის, თუ აქეთ არის, როგორც გითხარით, მივყვებით თეთრის მხარეს. მარჯვნივ არის, მარჯვნივ მივყვებით აი ასე. და აი აქ არის, ხო, თეთრი. აი აქ უნდა ჩაჯდეს. ამოგვყავს ეს. ეს ჩვენი თეთრი გამოგვყავს და ჩამოგვყავს ქვემოთ. და ეს ჩვენი ფიგურა ჩაჯდა აი ამ ადგილას, რომელიც იყო აქ. და ახლა ეს მწვანე და წითელი, მწვანე უკვე თავის ადგილას ზის, აი ეს მწვანე წითელთან აი აქ უნდა ჩაჯდეს ეს ფიგურა. ანუ მარცხენა მხარეს. თუ კი მარცხენა მხარეს, ამას ვინახავთ მარჯვნივ. გავწიოთ მარჯვნივ. აგვყავს ზემოთ, გამოგვყავს და ჩამოგვყავს ქვემოთ და აი აქ თეთრი იქნება. ამ თეთრს, როგორც უკვე ვთქვით, თავის მხარეს, რომელ მხარესაც არის, ერთხელ წევთ და მივყვებით. გავწიოთ ეს თეთრი ერთხელ და აი ამ მხარეს მუშაობთ. აქ თეთრია და აქ უნდა ჩავსვათ ეს ჩვენი თეთრი. შესაბამისად, ავწიოთ ეს ზემოთ, გამოვიყვანოთ თეთრი ფიგურა და ჩამოვწიოთ ქვემოთ.
აი ასე. თეთრი ჩაჯდა და ეს ჩვენი ფიგურაც ჩავსვით. აი ეს ფიგურაც ჩაგვიჯდა, რომელიც ამ მხარეს იყო. ნახოთ, წითლები შევავსეთ, ლურჯები შევავსეთ, სტაფილოსფერები შევავსეთ და მწვანეები შევავსეთ. ანუ ეს მეორე ხაზიც მთლიანად შევავსეთ. ეს მთლიანად არის აწყობილი და გვრჩება მხოლოდ ეს ზედა ნაწილის აწყობა. შეძელი აწყობა. მეხუთე ეტაპზე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყვითელი პლუსი. ამისთვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა მე შევეცდები, უფრო მარტივი ხერხით აგიხსნათ. ლურჯ მხარეს ვიჭერთ და ვიწყებთ ასე. უნდა გადავატრიალოთ ეს ზემოთ მთლიანად. შემდეგ შემოვაბრუნოთ, ავწიოთ ზემოთ, ეს გავწიოთ მარცხნივ, ჩამოვწიოთ ეს ქვემოთ, ეს გამოვწიოთ ისევ თავის ადგილას და ეს თეთრი ჩამოვწიოთ აქ ქვემოთ და ნახეთ, გაჩნდა ხაზი. აქ ამ ხაზს, ყვითელ ხაზს ვატრიალებთ ამ მხრიდან, რომ მივიღოთ პლუსი აქ. ეს ხაზი ესე ვერტიკალურად გვიჭირავს და ვაკეთებთ იგივეს. წევთ ამას ზემოთ, ვატრიალებთ ასე, ამასაც წევთ ზემოთ, შემდეგ გაგვყავს მარცხნივ, ეს ჩამოყვავს ქვემოთ, ეს ისევ გამოყვავს აქეთ მხარეს და ეს უნდა ჩამოვიყვანოთ ეს თეთრი თავის ადგილას და გამოვიდა აქ პლუსი. მეექვსე ეტაპი პარალელურად გავაკეთოთ. არის ამ გვერდების ჩასმა. ამის და ამის, ხო? ამ გვერდების ჩასმა. ორი გვერდი აუცილებლად უნდა დაემთხვეს. ეს ემთხვევა, ვიპოვოთ მეორე და ეს ემთხვევა. მოკლედ, ეს ორი გვერდი ამ შემთხვევაში ემთხვევა. ახლა რას ვაკეთებთ? ვიჭერთ იმ მხარეს და იმ მხარეს მუშაობთ, რომელი გვერდიც ემთხვევა. და ჩვენ გვჭირდება უკანაც უნდა ემთხვეოდეს, ანუ ეს ორი გვერდი უნდა ემთხვეოდეს აუცილებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ორი ემთხვევა. შეიძლება ისე დაჯდეს ამ პლუსის აწყობისას, რომ ეს ორი ემთხვეოდეს პირდაპირ და მხოლოდ ამ ერთი სulis გაკეთება დაგჭირდებათ. ჩემ შემთხვევაში ეს სულა მე ორჯერ უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ ესენი ემთხვევა. დავიწყოთ. გადავატრიალებთ მარჯვნივ, მოვატრიალებთ მარცხნივ, ისევ დაბლა ჩამოვიყვანთ, ისევ ვატრიალებთ მარცხნივ, ამოვიყვანთ ისევ ამ თეთრს და შემოვატრიალებთ 1, 2, ორჯერ და ამ თეთრს ჩვენ ჩავიყვანთ ქვემოთ და ამ ზედა ნაწილს გავწევთ აქეთ მხარეს. ჩვენ შემთხვევაში უკვე უნდა დაგვიჯდეს ეს ორი ნაწილი ერთად. ვნახოთ, რომელი დაგვიჯდა, წითელი დაჯდა და მწვანე დაჯდა. ეს ორი მხარე აუცილებლად უნდა დაჯდეს და ვიჭერთ ასე. ნახეთ, ეს ორი ხომ არზის. ეს და უკანა მხარე უნდა იყოს გასწორებული და იგივე სვლას ვაკეთებთ, რომ ესენი ჩაგვიჯდეს. ვიწყებთ. გადავატრიალოთ მარჯვნივ, გამოვწიოთ მარცხნივ, ჩავწიოთ თეთრი დაბლა, ისევ გადავატრიალოთ მარცხნივ, ანუ ამ მხარეს სულ მარცხნივ ვატრიალებთ. შემდეგ ამოვიყვანოთ თეთრი და სულ ბოლოს ჭირდება ორჯერ გადატრიალება. 1, 2 და თეთრი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ. ეს უნდა გადავიყვანოთ. ახლა ნახეთ, გვერდზე და ეს ჩვენი შუა ხაზებიც გასწორდა და სულ ბოლო ეტაპი დაგვრჩა ამ კუბიკების გასწორება და ამის გაყვითლება, გვერდების გასწორება. მეშვიდე ნაწილში ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ რამეს. ვუყურებთ ამ კუბს და უნდა ჩავსვათ
შესაბამის თავის ადგილას, რას ნიშნავს ხა თავის ადგილას ჩასმა. აი ამ ქვედა კუბს უყურებთ. აქ თუ მწვანე და სტაფილოსფერია, აი ამ სამიდან ორი ფერი აუცილებლად უნდა იყოს მწვანე ან სტაფილოსფერი. აბა ვნახოთ თუ რომელიმე ზის. ეს არ ზის თავის ადგილას, ლურჯი და სტაფილოსფერია, ჩვენ გვჭირდება სტაფილოსფერი და მწვანე. აბა შემდეგი ვნახოთ. აქ წითელი გვაქვს მხოლოდ მოცემული და ზემოთ ლურჯია, ჩვენ მწვანე გვინდა. არც ეს არ არის ჩასმული, აი არც ეს არ არის ლურჯი და წითელი გვჭირდება, არ არის ჩასმული. და მწვანე და სტაფილოსფერი არც ეს არ გვაქვს ჩასმული. შესაბამისად რას ვაკეთებთ? ვირჩევთ ნებისმიერ ფერს, არ აქვს მნიშვნელობა, აი ამ კუბს ვუყურებთ და ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას. მის საპირისპირო მხრიდან უნდა მოვიყვანოთ თეთრები, აი ასე. აქედან უნდა გამოვიყვანოთ, აი ეს ჩვენი კუბიკი. ამოვწიოთ მარცხენა მხრიდან ზემოთ ეს თეთრი. გამოვიყვანოთ აქეთ ეს კუბიკი, უკან თეთრი ჩავსვათ თავის ადგილას და ჩამოვწიოთ დაბლა. ესეც გამოვიყვანოთ თეთრი თავის ადგილას, ჩამოვწიოთ დაბლა და ეს ჯვარი რომ არ დაირღვეს, გავწიოთ თავის ადგილას ჯვრები. ახლა ვნახოთ ჩაჯდა თუ არა რომელიმე. ეს არ ზის, ეს ფერები გვჭირდება, ხომ? არა აქვს მნიშვნელობა რა ადგილას იჯდება, როგორც თქვით. არც ეს წითელი არის და ჩვენ სტაფილოსფერი გვინდა არ ზის. აქ არის მწვანე და ნარინჯისფერი არ ზის და აი მწვანე და წითელი. აი ეს გვჭირდება, ხო? ეს უკვე თავის ადგილას ზის, აი ეს. რომელიც თავის ადგილას ზის, აი ამ მხარეს ესე ვიჭერთ, მარცხნივ უნდა იყოს აუცილებლად და ვაკეთებთ შემდეგ მოძრაობას. ისევ იგივეს, რაც წეღან გავაკეთეთ. ავწევთ აი ამ მარჯვენა მხრიდან ზემოთ, ეს გამოგვყავს აქეთ მარჯვნივ, მარცხენა მხრიდან ავწევთ ამას. ეს შენახული ჩვენი ფიგურა უნდა დავაბრუნოთ უკან. ეს ჩამოვწიოთ დაბლა. ეს გამოვიყვანოთ თავის ადგილას. თეთრები ჩამოვიყვანოთ თავის ადგილას. და ეს გავწიოთ აუცილებლად, რომ თავის მხარეს ჩაჯდეს, ხო, ესენი აუცილებლად უნდა იჯდეს ესენი. აი ახლა ვნახოთ, ნახეთ, მწვანე, წითელი თავის ადგილას ზის, რა თქმა უნდა. მწვანე, ნარინჯისფერი, სტაფილოსფერი თავის ადგილას ზის და თუ ორი ზის, დანარჩენებიც აუცილებლად ჩაჯდება. აი ლურჯი და სტაფილოსფერი, ლურჯი, სტაფილოსფერი. და ესენი მთლად გაუსწორდა, ხო? წითელი და ლურჯი ზის თავის ადგილას და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე აი ამის აწყობა. მოკლედ, ვუყურებთ აი ამ ზედა კუბს გვიჭირავს ასე და უნდა ვიპოვოთ ყვითელი. აი ამ შემთხვევაში მარჯვენა მხარეს გვაქვს ეს ყვითელი და რას ვაკეთებთ? ვიჭერთ აი ასე და უნდა გადავწიოთ აი ეს ყვითელი ზედა ნაწილი მარცხენა მხარეს. შემდეგ იგივე მხარეს ჩამოვწერთ ქვემოთ, აი ასე. ყვითელს ვაბრუნებთ ასე და აი ამასაც ავწერთ ზემოთ. ახლა იგივე პროცესს ვიმეორებთ, ან ორჯერ ვაკეთებთ ამას. მარცხნივ ქვემოთ ვაბრუნებთ ამას მარჯვნივ ზემოთ. აი ასე. დაგვიჯდა ეს აინახეთ ასე. აი ამას ვიჭერთ ასე, ისევ როგორც გვეჭირა და დავატრიალებთ ორჯერ. 1 2 დგან აი ამ ადგილას უნდა გავაკეთოთ იგივე მოძრაობა. ნუ ესა გვაქვს გასაყვითლებელი. ვაკეთებთ ისევ იგივე მოძრაობას. ამჯერად ვეძებთ ყვითელს, ამ შემთხვევაში არის წინაზე ხო აქეთ მხარეს იყო ყვითელი. ახლა გვაქვს აი ამ მხარეს. ახლა რას ვაკეთებთ? ანუ ამ შემთხვევაში როცა გქონდა ჩვენ ვიწყებდით მარცხნივ გადაყვავდა და როდესაც ყვითელი არის აი ამ ადგილას და არა აქ, აი ამ ყვითელს მივყვებით. ყვითელი აქეთ არის, იქით ვაბრუნებთ, ყვითელი უკან არის, მის შესაბამის ადგილას უკან ჩამოვწევთ. შემდეგ გავწევთ ამას მარცხნივ, ყვითელს ვაბრუნებთ უკან, ამას ისევ მარჯვნივ ვაბრუნებთ აი ასე. და ისევ ვიმეორებ, რაც გავაკეთეთ. ქვემოთ, მარცხნივ, ზემოთ და აი ეს უკან უნდა დავაბრუნოთ და ნახეთ რა მოხდა. შევაბრუნოთ თავის ადგილას და ჩვენი კუბიკიც აწყობილია. აბა ვისაც გამოგივათ, აუცილებლად დამიწერეთ, ააწყვეთ თუ არა აი ამ ჩემი ახსნილით კუბიკი.
მადლობა.